ბესარიონ ალავიძის მართლა ჩოკის მომგვრელ ვიდეო აღიარებაში არაერთგან ჩნდება მზია თოდუა სახელი და გვარი და როგორც ბესარიონ ალავიძე ამბობს, სწორედ მზია თოდუა და ნინო გვენეტაძე იყვნენ მთავარი კონტაქტ პერსონები ბიძინა ივანიშვილთან უზენაესის სასამართლოდან და სწორედ ეს ორი პირი დადიოდა ივანიშვილთან და ერთად წყვეტდნენ ამა თუ იმ საქმეზე რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო უზენაეს სასამართლოს, ასევე მზია თოდუა სხვადასხვა საქმეში ფიგურირებს, როგორც ბესარიონ ალავიძე ამბობს და ბუნებრივია ეს კითხვები ძალიან ბევრი კითხვა არსებობს რეალურად მზია თოდუასთან ჩვენ დავუკავშირდით მოსამართლეს და რა პასუხები მივიღეთ მისგან ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ. თუ მოусმინეთ ბესო ალავიძის ვიდეო ჩვენ. არა ბატონო მე ეგეთ რამეც არ უსმენ და მასთან დაკავშირებით მუდამი ვიკითხავთ რა. თქვენზე საუბრობს ის რომ ბიძინა ივანიშვილთან მთავარი კონტაქტ პერსონა იყავით სასამართლო გადაწყვეტილებებზე. არა ბატონო. კაპიტან მზია თქვენ ბიძინა ივანიშვილს როდესაც იყავით უზენაეში ხდებოდით? ნუ მელაპარაკებით ახლა არ მაინტერესებს ეს თემები. მზია თოდუა წლების განმავლობაში იყო ქართულ ჯგუფის მთავარი იურისტი, მას როგორც ფლანგვის დეტექტორს აქვს ინფორმაცია მის ორგანიზაციებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს წლების განმავლობაში დაახლოებით 34,000 ლარი აქვს შეწირული ქართული პარტია ქართული ოცნებისთვის და ამის შემდგომ უკვე უზენაეს სასამართლოში ჩნდება მზია თოდუა, მასთან კვეთა ჰქონდა თამარ ლალიაშვილს, უკაცრავად თამარ ლალიაშვილს მოსამართლეს და რას გვიყვება, რა ინფორმაცია აქვს მას მზია თოდუასთან დაკავშირებით. ახლა მის კომენტარში მოგთავაზებთ. მე ვიცნობდი ჩვეულებრივ როგორც მოსამართლეს, მაგრამ აი ამ მოვლენების შემდეგ, რაც განხორციელდა, ნუ ყოველ შემთხვევაში უზენაეს სასამართლოში, როცა მოხდა პირველად მზია თოდუას კანდიდატურის წარდგენა, ბუნებრივია, პირადად ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას ვიტყვი, რა თქმა უნდა, გამოიწვია ჩემში დიდი ეჭვები, რატომ, საიდან მზია თოდუამ, როცა მოსამართლეს თანამდებობა დატოვა, მან შესანიშნავი სამსახური მიიღო ქართულ ბანკში და ის იყო მისი იურისტი, მას ჰქონდა შემხებლობა, რა თქმა უნდა, ივანიშვილთან ბუნებრივია მისი შეგვიძლია ვთქვათ რომ ადვოკატი იყო და ამის შემდეგ უცებ ხდება უზენაეს სასამართლოში. მე იმ პერიოდსაც გავიხსენებდი რომ მე მაშინ ნინო გვენეტაძესთან და სხვებთან ერთად ვიბრძოდი და ჩვენი კანდიდატურების წარდგენა უნდა მომხდარიყო. მე ჩემი კანდიდატურა გვერდზე გაწიეს და მაშინ წარადგინეს მისი და ქალბატონი მისი ეკა გასიტაშვილის კანდიდატურები. ეს ძალიან კარგად მახსოვს და მაშინ გამიჩნდა პირველი ეჭვები. ქართული ოცნება კი არაპირებს დაიწყოს გამოძიება მართლაც უმძიმეს ბრალდებებზე და სავარაუდო სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულებზე, რაზეც საუბრობს ბესარიონ ალავიძე. დღეს ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე გამოჩნდნენ მედიასთან. კახა კალაძე ბევრს არაფერს ამბობს, ბუნებრივია ჩვენ არაერთი კითხვა დაუსვით მას, თუმცა კალაძემ მხოლოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლა. ირაკლი კობახიძე კი აპრიორი ამბობს, რომ ტყუილია ყველაფერი, რასაც ბესო ალავიძე საუბრობს, არა და ბესარიონ ალავიძე უზენაესი სასამართლოს ძალიან გავლენიანი მოსამართლე ერთ დროს ყველაფერს ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობს. ეს არის რამდენიმე წლის წინ გავრცელებული ჩანაწერი და ახლა აქციის წინა დღეს გაახსნა ვიღაცას პასუხი უკვე გაეცა ყველა დეტალს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა დიპლომთან პრობლემა, ამის გამო ვეღარ დაიკავა მოსამართლის თანამდებობა და განაწყენებული საუბრობს ასეთ რაღაცებს, ხო? არ არის საინტერესო. არსებობს ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ კლანის ლიდერები მას აიძულებდნენ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას. რა ჩანაწერი? მძიმე ბრალდებების გამო გამოძიება მაინც არ უნდა დაიწყოს ქვეყანაში, რომ გავიგო კლანი მართლა მართავს, ბიძინა ივანიშვილი მართლა მართავს კლანს. აქ სისულელეზე უნდა დაიწყოს გამოძიება ამას ამტკიცებთ. კარგი. არ არის მივიღებ ასე. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე იყო და არ ვფიქრობ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს ამ საქმეებზე. ბატონო კახა არ არის სერიოზული თქვენთვის ალავიძის განცხადება? აი რატომ არ ქონდა მას კარგი ავტორიტეტი? არ ვიცი, საერთოდ არ ვიცი ვინ არის პიროვნება და არც ის ვიცი რა განცხადებაზე მევიდე. გამოძიების დაწყების საფუძველი არ არის ეს განცხადებები ბატონო რა სტანდარტში? თუ მართლა არ ყოფილა მსგავსი გარჩევები და ბიძინა ივანიშვილი არ ერეოდა ამ საქმეებში, რომ დაიწყოს გამოძიება არ შეიძლება საგამოძიებო. ბატონო არ გესმით ჩემი? არ ფიქრობ რომ გამოძიება უნდა ყველა განცხადება რომელიც გაჯერებულია პოლიტიკური სპეკულაციებით, რა თქმა უნდა, არის სპეკულაციები სადაინახეთ, როდესაც მოსამართლეს ეწოლაზე საუბრობთ. არის აბსურდული, არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება. ქართული ოცნება და სასამართლო კლანი დღეს ერთ ხმაში ერთი მესიჯბოქსით საუბრობს, რომ ბესარიონ ალავიძეს აქვს პოლიტიკური მიზნები და ყველაფერი, რასაც ის ამბობს, არის ტყუილი, თუმცა უზენაესი სასამართლოს ყოფილი გავლენიანი მოსამართლე ამბობს, რომ ეს ჰაერზე არაფერს ლაპარაკობს და ყველაფრის დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნია.